საცერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 9. თავდაპირველად უძრავმა სხეულმა გარკვეული ძალის მოქმედებით t დროის განმავლობაში შეიძინა გარკვეული იმპულსიო. ესე იგი, თავიდან მოცემულობა რო ჩავწეროთ, თავიდან t1 უდრის t დროის განმავლობაში შეიძინა რაღაც იმპულსი და რა დროში შეიძენდა იმავე იმპულსო, ესე იგი, თავიდან რა იმპულსიც ჰქონდა p1, გვინდა რომ ისევ p2 სტოლი დარჩეს და ეს მოდი p-ი ავნიშნოთ. თუ თავდაპირველად უძრავი ორჯერ მეტი მასის სხეული, ესე იგი, თავიდან მასა m1 თუ იყო m სტოლი, m2 ორჯერ მეტს განვიხილავთ მასას, 2m გამხდარა, მასის სხეული სამჯერ ნაკლები ძალის მოქმედებით იგივე იმპულსს რა დროში შეიძენს. ესე იგი, ძალას რაც შეეხება f1 თავიდან იყო f სტოლი, გამხდარა შემდეგ f2 f13 სტოლი. და ეს პროცესი რა დროში მოხდებოდაო t2-ს გვაინტერესებს. მოდი ძალის იმპულსი რო ჩავწეროთ, ხო? f1 ძალის მოქმედებით t1 დროში შეიძენდა p1 იმპულსს. ძალის იმპულსი ჩავწერეთ, ხოლო f2 შესაბამისად t2 დროის განმავლობაში შეიძინა p2 იმპულსი. და ჩავსვათ ახლა უბრალოდ. მოდით, f1 არის f სტოლი მოცემულობით, ხო? t1 არის t სტოლი, ეს სტოლი იქნება p1 და p2 ერთმანეთის სტოლია და p სტოლია. f2 არის f13 სტოლი, t2 არის, გვეკითხებიან, არ ვიცით რა არის. ეს უდრის p2-იც p არის. და ქვედა გავყოთ უბრალოდ ზედაზე, რას მივიღებთ? ესე იგი, f13 t2, რო გავყოთ ახლა ზედაზე, ft-ზე, სტოლი გამოგივა p გაყოფილი p-ზე. p გაყოფილი p-ზე ერთი სტოლი გამოგდის. ეს f-ების შეგეკვეცება და რა გამოგდის ახლა აქედან? აქედან ჩვენ გამოგდის, რომ t2 13 ტოლი ყოფილა t-ს. საიდანაც საბოლოოდ თუ დავწერთ, t2 ტოლი ყოფილა 3t-ს. ეს კი არის პასუხი D.